მოგესალმებით ყველას. ჯონ გრინის შესახებ ვისაუბრებთ დღეს. დარწმუნებული ვარ, ამ ავტორის შესახებ ჩვენმა მაყურებელმა უკვე ძალიან კარგად იცის, რადგანაც დათო ტურაშვილმა ის უკვე არაერთ გადაცემაში გაგვაცნო. ამერიკელ ავტორს უკვე არაერთი ბესტსელერი ეკუთვნის, მათ შორის ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი ბედის ვარსკვლავის ბრალია, ქაღალდის ქალაქები, ალასკას ძიებაში და მინდა აღვნიშნო, რომ ეს სამივე წიგნი უკვე არის ქართულად ნათარგმნი და ის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. 23 ივლისიდან მოყოლებული 3 დღის განმავლობაში სანტა ესპერანსაც წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსას სივრცე მთლიანად ჯონ გრინის თემის გარშემო გაერთიანდება და თუ რატომ დაიგეგმა ეს აქცია, ამაზე უკეთ ისაუბრებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ნადიბაიძე. ნინო, რას მიეძღვნა მოკლედ ეს ჯონ გრინის გარშემო რომ ბუმია საქართველოში, ეს ვიცით, მაგრამ კონკრეტულად ეს აქცია რატომ დაიგეგმა? მოგესალმებით. ჯონ გრინის პოპულარობა იზრდება დღითი დღე როგორც თელ სოფლიოში, ასევე საქართველოში. მისი მკითხველები ძალიან დიდი ხანია გვთხოვდნენ ქაღალდის ქალაქების ქართულ ენაზე თარგმნას და გამოცემას. სწორედ მათი სურვილის ასრულება არის ეს წიგნის პრეზენტაცია, რომელიც 23-ში გაიმართება და გვინდოდა რომ ჯონ გრინის ქართველი გულშემატკივრისთვის და მკითხველისთვის განსაკუთრებული სახით შეგვეთავაზებინა მისი ეს წიგნი. როგორც ვიცი, ფილმის პრემიერაც სულ მალე იგეგმება. საქართველოს კინოთეატრებში და გვინდოდა რომ ეს ორი თარიღი ერთმანეთს დამთხოვდა და ამიტომ ვეცადეთ რომ მაქსიმალურად სწრაფად გვეთარგმნა და სწრაფად გამოგვეცა ეს წიგნი. გვინდოდა ეს წიგნი განსაკუთრებული გზით შეგვეთავაზებინა მისი ჯონ გრინის მკითხველისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ რომ სანტა ესპერანსა ეს მაღაზია, რომელიც ჯერ კიდევ თავისი ნორმალური რიტმით ცხოვრობს, 3 დღით გადაქცეული იყო და გამხდარიყო სრულიად სხვა ტიპის მაღაზია, ესეთი რაღაც არ გაკეთებულა საქართველოში არასდროს. ანუ ეს იქნება წიგნის მაღაზია, სადაც მხოლოდ ერთი ავტორის წიგნები გაიყიდება. აბსოლუტურად ყველა თარო, რომელსაც აქ ხედავთ, იქნება სავსე ჯონ გრინის წიგნებით და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სიურპრიზი მაღაზიაში მოსული სტუმრისთვის და მკითხველისთვის. აქ გვექნება ჩვენ მოვაწყობთ სურვილების ამხდენ ქარხანას. ანუ ბენდის ვარსკვლავის ბრალიაში ერთ-ერთი ავტორი ამბობს, რომ სამყარო არ არის სურვილების ამხდენი ქარხანა და ჩვენ ქართველ მკითხველებს გვინდა შევთავაზოთ ესეთი 3 დღით სურვილების ამხდენი ქარხანა. მათ გვინდა რომ დაგვიტოვონ თავისი სურვილები და ყველაზე ორიგინალურ სურვილს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ასრულებს ძალიან მალე აქციის დასრულებისთანავე. ასევე გვექნება ძალიან ბევრი სიურპრიზი, გვექნება საჩუქრები, თითოეული ადამიანი, რომელიც შეიძენს წიგნს, ნებისმიერ წიგნს მას ის მიიღებს საჩუქარს. გვექნება ძალიან ბევრი სუვენირი, სიურპრიზი, საინტერესო პრეზენტაცია, სხვადასხვა აქტივობებით, ასე რომ მთელი სულით და გულით ველოდებით ჯონ გრინის მკითხველებს 23 ივლისიდან დილის 12 საათიდან პრეზენტაცია გაიმართება 5 საათზე, თუმცა მთელი ეს აქცია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება სანტა ესპერანსაში და მას ერქვა ჯონ გრინის წიგნების მაღაზია სურვილების ამხდენი ქარხანა. ესე რომ იყავით ორიგინალურები თქვენ სურვილებში და ყველაზე ორიგინალურებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სურვილებს აუხდენს და სამყაროს მხოლოდ მათთვის გადააქცევს სურვილების ამხდენ ქარხანა. ძალიან საინტერესო აქციაა დაგეგმილი ჯონ გრინის ფანებისთვის და ასე რომ მე მგონი არ უნდა გამოტოვონ მისმა თაყვანისმცემლებმა სანტა ესპერანსაში 23 ივლისიდან მოყოლებული შემდეგი 3 დღე.